ეხლა მინდა ვისაუბრო წყალზე, სასმელ წყალზე. მე დიდი ხანია ზოგადად ყოველთვის ვიძახი, რომ ონკანის წყალი არ დაილებება. იმიტომ რომ მე თვითონ მქონდა ის გამოცდილება, როდესაც ჭიქაში წყალს ჩავასხამდი რაღაცა პერიოდის მერე, რომ მოვსვამდი წყალს, გემო არ მომწონდა. ანუ მე ზოგადად ძალიან გრძნობიარე მაქვს რეცეპტორები და ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანია გემო ძალიან. ზოგი ვერ ხვდება, შეიძლება ვერ მიხვდეს და ყოველთვის ვიძახოდი. ონკანის წყალი არ ვარგა უკვე დიდი ხანია. ვცდილობდი მიმეწვდინა ხმა ვისთანაც მიმიწვდებოდა ჩემს ახლობლო წრეზე, ყოველთვის იყიდეთ წყალი, ყოველ შემთხვევაში იცით რა არის, როდესაც მიდიხარ ცუდი და ვარესისკენ, ჯობია ცუდი დალიო, ხო? ანუ ბოთლის წყალი მეტნაკლებად იფილტრება და სუფთაა და ანუ დასალებად იმდენი მძიმე მეტალები და ლითონები და ესეთი ნაერთები ქიმიურები არ არის როგორც ონკანის წყალში. და აი ახლა დღეს უყურე გუშინდელი ვიდეოა ჩაწერილი ზუსტად აი განსაკუთრებით თბილისში დასალევ წყალზე, არა მარტო თბილისში, ზოგადად ეს საქართველოს არათუ მსოფლიოს პრობლემაა. ხატია ჯანაშიასი და მინდა მოусმინოთ თქვენ რას ამბობს ქალბატონი ხატია. შორის წყალზეც. და ასევე გუშინ გავიგე, ჩემ და სამწუხაროდ მანამდე არ ვიცოდი, რომ საქართველოში, ანუ განსაკუთრებით თბილისში ჯორჯიან ვოთერის 80% ეკუთვნის ესპანურ კომპანიას და მოკლედ ჩვენი წყალი კონტროლდება და ხუს სქემით იფილტრება ბრჭყალებში ჩვენი სასმელი წყალი, რომელსაც ვსვამთ ონკანით. და რას ვსვამთ? ნუ გონიათ რომ წყალს ვსვამთ და დიდი დოზით ამ ქიმიკატების მიღება, ნუ არ ვიცი, იწვევს როგორც ხვიძლის, ეთირკმელის, კანის დაავადებას, მოზარდებში, მცირეწლოვან ბავშვებში, არასრულწლოვან ბავშვებში იწვევს IQ-ს დაქვეითებას, ნერვულ და ქცევით აშლილობას, კანის კიბოს, ფილტვის კიბოს. ნუ არ ვიცი, აი რა უნდა ამ მთავრობას და მსოფლიოს ქართველებისგან, მარტო საქართველოში არ ხდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთელს მსოფლიოში ეგ პრობლემაა წყლის და არა მხოლოდ წყლის, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მადარდებს ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი. იქ სადაც მე გავიგე გუშინ რა შემადგენლობაა წყალში და მე არავის არ ვაკნინებ და ნუ გონიათ და არ იფიქროთ ისე რომ მე ვინმეზე მეტი ვარ და ვინმეზე მეტი ვიცი, არა და არ გაიგოთ სხვანაირად, მაგრამ გუშინ მე რაც გავიგე, აი ჯერ საკუთარ თავზეც გაბრაზებული ვარ, მაგრამ მართალი გითხრათ არ დავინტერესებულ ვარ აქამდე ასე სიღრმისეულად სასმელ წყალზე, რომელიც ამ მთელ რიგ უბედურებებს იწვევს და წყალში შემავალი კიდევ ის უბედურება, რასაც ქვია მძიმე მეტალები, რომელიც ბავშვებში იწვევს ქცევით აშლილობას, ნერვულ აშლილობას, აუტისტურ სპექტრს, ლეიკემიას, არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ ზრდასრულ ადამიანებში, ნუ ეს არის ჩემთვის შოკი. და დიდი დოზით ამის მიღებაო და ხალხნო, იმაზე დიდი დოზა რაღა გვინდა, ხო? მინიმუმ დღეში მინიმუმ ლიტრიდან მაქსიმუმ 3-4 ლიტრამდე წყალს ვღებულობთ. არა მხოლოდ წყლის სითხის სახით, არამედ ყავის სახით, არამედ ჩაის სახით, თქვენ წარმოიდგინეთ საჭმელს წყლით ვაკეთებთ და ნუ რა ვიცი, ვიღაცას ეთყობა, რა ვიცი, არც გამიკვირდება, რომ ეს გონება დახშული იდიოტები რო არიან, ეს ზომბები, ეს ლაივი სასაცილოდ არ იყოთ, მაგრამ ისევე როგორც ვაქცინაზე რო საუბრობდით, ისევე როგორც იმ მომწამლელ ნივთიერებებზე, რომელსაც ბავშვებს უკეთებენ და რომლის შედეგადაც ბავშვები აი სტატისტიკურად რო გადავხედოთ, აი
აქ არ ვიცი ხა რა ასაკის ხალხი უყურებთ ამ ლაივს, მაგრამ ოდესმე აი ჩვენ დავიწყოთ 90-იანებიდან, 80-იანებიდან, ხო? ვინმეს გახსენდებათ, ანუ ესე სისტემატურად აუტისტური სპექტრის თემა, აუტისტურ სპექტრზე საუბარი, ლეიკემიაზე საუბარი. დღეს საქართველოში პანტაპუნტად გვეხოცება ბავშვები. ყოველი მეორე თუ არა მესამე მეოთხე აუტისტური სპექტრითაა დაავადებული. არ ვიცი, შეიძლება ახლა ამასაც არასწორად გამოვთქვა, მაგრამ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები ყავს, რომლებსაც თურქეთში მივაქანეთ სამკურნალოდ და ხალხო, ეს ყველაფერი არის გამოწვეული აი ამ მძიმე მეტალებისგან და აი ამ საშინელი მინარევებისგან, რომელიც დევს, თქვენ წარმოიდგინეთ, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის საიტზე, WHO's საიტზე, არც კი მალავენ რა არის წყალში. ეს არის არსენიკი, წყლის დამარბილებელი ქიმიკატები, ფტორი, დიეთილფთალატი, ეს რა არის, ჰერბიციდები და პესტიციდები, მძიმე ლითონები, ტყვია, ქრომი, ვერცხლის წყალი, სპილენძი, ალუმინი, მაგნიუმი, რადონი, დიოქსინები, ქლორი, ფოსფატები, ფარმაცევტული პრეპარატების ნაერთები. ეს ყველაფერი გახმოვანებული მაქვს, უბრალოდ აქ ვერ გაჩვენებთ, ამიტომ ხვალდავურთავ ვიდეოს ამ ყველაფერს, მაგრამ არსენიკი, ფტორი, დიეთილფთალატი, პესტიციდები, ყველაზე უარესი ქრომი, ვერცხლის წყალი, სპილენძი, ალუმინი, მაგნიუმი, მძიმე ლითონები, აი ეს არის სწორედ ის, რის გამოც ვებრძვით აუტისტურ სპექტრს, ლეიკემიას, ფილტვის კიბოს, ღვიძლის დაავადებას, თირკმლის უკმარისობას, კანის კიბოს, კანის სიმშრალეს, დიარეას, მოწამვლას და ამ ყველაფერს ვერც კი ვხვდებით, რატო გვემართება? აი რატო გვემართება. მოკლედ. აი ეს იყო ესე მცირედ ამოჭრილი მისი გუშინდელი პირდაპირ ეთერის. შეგიძლიათ მის Facebook გვერდზე გადახვიდეთ და სრულად მოусმინოთ 1 საათიანი პირდაპირ ეთერია და ამის მერე ზოგადად კომენტარები არ არის, იმიტომ რომ ვისაც აინტერესებს ჯანმრთელობა და გაჯანსაღება და ვისაც უნდა რო იყოს ჯანმრთელი არა მარტო თვითონ, არამედ თავის ოჯახის წევრები და განსაკუთრებით ბავშვები, უკვე ეძებენ ნებისმიერ ინსტრუმენტებს და გამოსავალს, როგორ მინიმალურად დაიზიანონ თავი და მაქსიმალურად გაიჯანსაღონ და მოძებნონ ის ნატურალური პროდუქტები, რაც შეიძლება თუნდაც დააყენონ სახში წყლის ფილტრი. მე მგონი ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვა წახვიდე და რაღაცა კაბა არა მიიყიდო, ხო? და დალიო ცოცხალი წყალი. რასაც ვსაუბრობთ ყოველთვის წინა ვიდეოებშიც მაქვს ცოცხალი წყალი, რომელიც არის მინუს დამუხტული და რომელიც არის ბიოლოგიურად უჯრედად მაქსიმალურად შეღწევადი და ჩვენ უჯრედისთვის მაქსიმალურად სასარგებლო. მეტი კომენტარი არ მაქვს. ვისაც აინტერესებს და ვინც გაიგებს,